დღევანდელ საქართველოში ხშირად გაიგონებთ, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება და განვითარებაა. რა არის სამოქალაქო საზოგადოება? რა ფუნქცია და როლი აკისრია მას საზოგადოების ცხოვრებაში? არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები სამოქალაქო საზოგადოებას ასე განსაზღვრავენ. აქტიურ ადამიანთა ერთობლიობა 36.6%, საზოგადოების ინტერესების გამომხატველი, დემოკრატიის დამცველი 16.9%, მოქალაქეთა ერთობის ფორმა 14.9%, საზოგადოების პასუხისმგებლობის მქონე ნაწილი 6%, საკუთარი უფლებების მცოდნე საზოგადოება 5.9%, პოლიტიკური ინსტიტუტების ერთობლიობა 4%. კლასიკური განმარტებით სამოქალაქო საზოგადოება არის ყველაფერი, რაც დგას სახელმწიფოს, ბიზნესისა და ოჯახის გარეთ. ამ გაგებით სამოქალაქო საზოგადოებაში მოიაზრება არა მხოლოდ ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები, ანუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, არამედ სხვა სეგმენტების, ეს არის პოლიტიკური პარტიები, ეს არის მასმედია, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი და არა როგორც ბიზნესი. ეს არის, თქვათ, ისეთი გაერთიანებები, თქვათ, როგორც პროფკავშირები, ან თქვათ, მონადირეთა კავშირი თუ გნებავთ, ან მეთევზეთა კავშირი და რა თქმა უნდა, ეს არის რელიგიური ორგანიზაციები და ასე ვთქვათ, რელიგიები, ეკლესიური ორგანიზაციები. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას ესეთი მიენიჭა შინაარსი და სამოქალაქო საზოგადოება გაუგივდა იმას, ეგრეთ წოდებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ანუ NGO-ებს. ეს ფაქტია და დღეს ლაპარაკია სამოქალაქო საზოგადოებაზე, ყველას რატომღაც არ არის, აქვს ამას თავისი ისტორიული მიზეზები, ყველას ახსენდება ეგრეთ წოდებული NGO-ები. სახელად ცოცხლად ქვია არასამთავრობო, მაგრამ გაკეთებით რას აკეთებენ და ვისთვის აკეთებენ აზიარა ვარ, იმიტომ რომ მიხვალ მოუყვები შენ გაჭირებას და ვერაფერს ვერ გეხმარებიან. არა, მე ჩემი ძველი ვიცი, სობესი სად არის, საპენსიოთ და ესა. პენსიები მომიმატონ, ეს მინდა მეტი არაფერი. ხო, რა თქმა უნდა, გამიგონია ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია. არ მახსოვს ესე, რა ვიცი, არ მაქვს არნაირი შეხება. არაფერს არ აკეთებენ და რისთვის არსებობენ, ჩემთვის გაურკვეველია ალბათ ფულის გასაკეთებად, როგორც ძირითადი საერთოდ რო აკეთებენ ყველგან ფულს და ხალხს არაფერს არაძლევენ, ალბათ მაგისთვის არის. არ მახსოვს დასახელებები ესე ვთქვათ, მაგრამ რასაც უყურებ და ძირითადად ტელევიზორში არასამთავრობო ორგანიზაციებზე ლაპარაკი იქ შეიკრიბდნენ, აქ შეიკრიბდნენ, ეს გააკეთეს, ის გააკეთეს, მაგრამ რეალურად არაფერი არ ჩანს ფაქტობრივად. არაფერს არ აკეთებენ, არასამთავრობო ორგანოები თავიანთ საქმის გულისთვის იმაშლებიან. თავიანთ კეთილდღეობის გულისთვის შრომობენ. არასამთავრობო ორგანიზაციები ზოგადად ისე კარგად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია ცვლის რა ვიცი, საზოგადოების მენტალიტეტს თუნდაც. ვიცი, ალბათ ვინც აფინანსებს იმათ ინტერესებს ატარებენ რა ქვეყანაში. არ ვიცი. ალბათ არსებობენ, იმიტომ რომ საჭიროა. ყველა თავისთვის არის ბაბუა, მაგრამ საწყალ ხალხისთვის არავინ არ არის. მაინტერესებს რას აკეთებენ და რისთვის არიან, მე არ ვიცი. არასამთავრობო ორგანიზაციები. თქვენ მიპასუხეთ, რისთვის არიან? არასამთავრობო სექტორი სამნიშნელოვანი არის საზოგადოების სხვადასხვა ინტერესების გამოხატვისათვის. ეს რომ თვითონ ორგანიზებული არის საზოგადოება როგორც ბალანსი სახელმწიფოს მიმართ. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ისეთი ვითარება, რომ ჩვენ ვთქვათ წელს 4-5 წელიწადში ერთხელ ვიჩავთ მთავრობას და მერე მთლიანად გადავაბარებთ მთავრობას საზოგადო საქმეებზე ზრუნვასაც და ფიქრსაც. უბრალოდ ვენდობით მას და ჩვენ ვკავდებით არჩევნების შორის პერიოდში მხოლოდ ჩვენი პირადი საქმეებით, ჩვენი რაღაც სამსახურეების საქმეებით
და ნუ ვფიქრობთ, რომ მთავრობა ყველაფერს მიხედავს, მთავრობა ყველა საკითხს გადაწყვეტს. თუ ასე ვიფიქრებთ, მაშინ სამოქალაქო ორგანიზაციები საჭირო არ არის, შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ. მაგრამ თუ ვიფიქრებთ სხვანაირად და ვიფიქრებთ, რომ მეც რაღაცას უნდა ვაკეთებდე, რაღაცაზე უნდა ვფიქრობდე, ვზრუნავდე, რაღაც ნაბიჯებს დგამდე, რომ რაღაც კონკრეტულ სფეროში სიტუაცია გაუმჯობესდეს, შეიცვალოს, აი მაშინ სამოქალაქო ორგანიზაციებს თავისი როლი და ფუნქცია აქვს. სახელმწიფომ უნდა გააკეთოს რაღაცა, განახორციელოს რაღაცა საქმიანობა და არასამთავრობო სექტორის და არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ის არის, რომ ხალხის ინტერესები წამოწიოს წინაპლანზე, დაეხმაროს სახელმწიფო საქმის გაკეთებაში, ან ოპონირება გაუწიოს მას. მაგრამ მთლიანობაში ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ საქმე უკეთესად წარიმართოს. პირველ რიგში შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციები ორ კლასტერად იყოფა, ორ ჯგუფად იყოფა. ეს არის საზოგადოებრივად სასარგებლო ორგანიზაციები, თუ შეიძლება ესე ითქვას, და არის თვითკმარი ორგანიზაციები. საზოგადოებრივად სასარგებლო ორგანიზაციები თავის მხრივ პირობითად შეიძლება სამ ჯგუფად დავყოთ. პირველი ჯგუფი ეს არის ეგრეთ წოდებული watchdog-ები, ანუ მოყურადე ორგანიზაციები. ასეთი ტიპის ორგანიზაციები აკვირდებიან სახელმწიფოს და სახელმწიფო აპარატის ქმედებებს ყველა სფეროში. იქნება ეს ადამიანის უფლებები, იქნება ეს საზოგადოებრივი თანხების ხარჯვა. მეორე ტიპის ორგანიზაციები, ეგრეთ წოდებული think tank-ები, ანუ პირობითად მოაზროვნე ორგანიზაციები, ცოტა სხვა სფეროში მუშაობენ. ისინი ძირითადად საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას უწყობენ ხელს. მესამე ტიპის ორგანიზაციები ეს არის ეგრეთ წოდებული სერვის პროვაიდერები, ან ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა ტიპის მომსახურებას სთავაზობენ საზოგადოებას. დღეს საქართველოში 14000-მდე საზოგადოებრივი ორგანიზაციაა რეგისტრირებული, თუმცა ექსპერტთა შეფასებით 1500-მდე ორგანიზაციაა მოქმედი. სამოქალაქო საზოგადოების ერთდროულად ძლიერი და სუსტი მხარე საქართველოში დაკავშირებულია იმასთან, რომ ეს მაინც დაკავშირებულია ადამიანების ცნობიერებაში რაღაც დასავლეთის დახმარებასთან. ანუ დასავლეთის დახმარებასთან ერთად შემოვიდა თვითონ ცნება სამოქალაქო საზოგადოება ადამიანების უმრავლესობამ ყოველშაბათში ამ კონტექსტში გაიგო. მოქალაქეები არ აღიქვამენ არასამთავრობო სექტორს როგორც რაღაც ორგანულ ნაწილს ქართული საზოგადოების და იმ ორგანიზაციებს, რომლებიც პირველ რიგში მათ ინტერესებს და უფლებებს უნდა იცავდნენ. და რაღაცა გარკვეული გაუცხოება არის არასამთავრობო სექტორს და საქართველოს მოქალაქეებს შორის. ნეგატიური მხარე ამას აქვს ის, რომ სამოქალაქო საზოგადოება თითქოს აი რაღაც უცხოურია, აი ესენი რაღაც სოროსელები არიან ბრალებში. და აი რაღაც დასავლური გრანტებით არსებობენ. ანუ ეს არ არის რაღაც საქართველოსთვის ბუნებრივი ფენომენი, თუმცა თავისი არსით, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. უშუალოდ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ისტორია შეიძლება დავიწყოთ 1879 წლიდან კლასიკური გაგებით სამოქალაქო საზოგადოება, როცა შეიქმნა პირველი ქართული NGO, ასე ვთქვათ, არასამთავრობო ორგანიზაცია და პირველი ქართველი NGO-შნიკის თაოსნობით, რომელიც ჩვენთვის გაგაცნობილია, ილია ჭავჭავაძე, რომელიც შექმნა ქართულთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. საზოგადოების დამფუძნებელი სხდომა გაიმართა 1879 წლის 15 მაისს. საზოგადოებისა და გამგეობის პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს დიმიტრი ყიფიანი, მის მოადგილედ ილია ჭავჭავაძე. 1885-1907 წლებში საზოგადოებას უცვლელად თავმჯდომარეობდა ილია ჭავჭავაძე. საზოგადოების გამგეობის წევრები იყვნენ იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი, აკაკი წერეთელი, რაფიელ ერისთავი, ეკატერინე გაბაშვილი და სხვა მოღვაწეები. ამ ორგანიზაციის დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ ეს ქართველებმა შეიძლება მართლაც ვიამაყოთ, რომ ეს ქართული მონაცემები არ არის, სოფლიო ბანკისა და გაეროს მონაცემებია. ჯერ კიდევ ჩვენი საუკუნის დასაწყისამდე, ანუ 21 საუკუნის დასაწყისამდე, საქართველოს იდგა პირველ ადგილზე მსოფლიოში წერა-კითხვის ცოდნის დონით. როცა თქვა შეერთებული შტატები 64-ზე იდგა. საქართველოს, კუბა, ესტონეთი და ლიტვა იყვნენ ის დიდი ოთხეული,
სადაც 99% და 99% და ასე შემდეგ და საქართველოში 100%-იანი წერა-კითხვის ცოდნის დონე იყო. ხა ეს არნიშნავს განათლების დონეს სასაკვირველია, მაგრამ წერა-კითხვის ცოდნის დონე საქართველოს ბევრად წინ იდგა ვიდრე თქვათ იაპონია, გერმანია და საფრანგეთი, თუნდაც იგივე 90-იანი წლების კრიზისის მიუხედავად. ეს არის ის კაპიტალი, რომელიც სწორედ სამოქალაქო მოძრაობამ შექმნა და სამოქალაქო მოძრაობის საზოგადოების ერთ-ერთმა უთვალსაჩინოებმა ლიდერმა ილია ჭავჭავაძემ და მისმა მიმდევრებმა შექმნეს საქართველოში. სამოქალაქო საზოგადოების შემდგომი განვითარება რუსეთში ბოლშევიზმის გამარჯვებამ და რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციამ შეაჩერა. საბჭოთა საქართველოს არსებობის პერიოდში ქვეყანაში ყალიბდებოდა კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა უშიშროების მიერ ტოტალურად კონტროლირებადი სამოქალაქო ორგანიზაციები, სპორტული კლუბები, მწერალთა თუ ხელოვანთა კავშირები, ფორმალურად არსებული პროფკავშირები და ასე შემდეგ. მე-20 საუკუნის 80-იან წლებში დაწყებულმა რეფორმების პროცესმა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მანამდე აკრძალული ან შეზღუდული სეგმენტების ხელახლა წარმოქმნას და გაძლიერებას შეუწყო ხელი. პოლიტიკური პარტიები, დამოუკიდებელი მედია, რწმენის თავისუფლება და ეკლესია. 1992-95 წლები. ჩასახვისა და ადრეული საქმიანობის პერიოდი. 1995-99 წლები. დროის ამონაკოჩი მიმდინარეობს არასამთავრობო ორგანიზაციების რიცხობრივი და ხარისხობრივი ზრდა. 1999-2003 წლები. მესამე სექტორის დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ძალად ჩამოყალიბების პერიოდი. ხელისუფლებამ ამ პერიოდიდან დაიწყო სამთავრობო მედიის საშუალებით მათი კომპრომეტაცია და გეგმაზომიერი შეტევა სამოქალაქო საზოგადოებაზე. სამოქალაქო საზოგადოება ამ გამოწვევას ორგანიზებულად შეხვდა და 2003 წელს ხელისუფლების მხრიდან საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების შემდეგ განხორციელებული ვარდების რევოლუციის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა. პოსტრევოლუციური პერიოდი აღინიშნება სამოქალაქო საზოგადოების როლის ზრდით. სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებელი მედიისა და დემოკრატიული პოლიტიკური ძალების მრავალი წარმომადგენელი ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მოექცა. დაიწყო ახალი ეტაპი, სრულად ახალი ეტაპი. ხა იდეაში მოსალოდნელი იყო, რადგანაც არასამთავრობოებმა ასეთი როლი ითამაშეს და ბევრი არასამთავრობოს ლიდერიც წავიდა ხელისუფლებაში, გადაბარგდა ასე ვთქვათ ხელისუფლებაში, ხელისუფლება გახდა ახალგაზრდული, დემოკრატიული, ვთქვათ ლიბერალური ღირებულებების მოტრფიალე და მოსალოდნელი იყო არასამთავრობოები ახლა ტრამპლინივით კიდევ უფრო ზემოთ წავიდოდნენ, მათი დაფარვის არე საზოგადოებისა გაიზრდებოდა, მაგრამ საპირისპირო რამ მოხდა და 2003 წლიდან იწყება ქართული სამოქალაქო საზოგადოების დასუსტების პერიოდი. პრინციპში დასუსტებელი იქ არაფერი არ იყო, სწორედ დასუსტეს ისაც უნდა დასუსტებულიყო. იმიტომ რომ აი ამ პოლიტიკური ცვლილების შედეგად ცოტა რამ დარჩა დაუშვათ, რაც შეიძლება რომ რეალურად დაუშვათ პოლიტიკური ცვლილების შედეგი იყოს, ხო? იმიტომ რომ მეტნაკლებად საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, ესეთი მასიური საკანონმდებლო ცვლილებები ალბათ უახლოს მომავალში საჭირო აღარ არის. ამიტომაც ვფიქრობ, ის ხალხი სადაც წავიდა დამსწორად, იმიტომ რომ ეს იყვნენ ესე იგი პოლიტიკური აქტივობის სუბიექტები, ანუ პოლიტიკური აგენტები და არ ამგონია რომ მათ სამოქალაქო საზოგადოებაში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზების დარჩენა რამე გონიერ შედეგს მოიტანდა. დასუსტა იმ თვალსაზრისითაც, რომ მისი ფინანსური მხარდაჭერა შესუსტა, იმიტომ რომ დასავლეთმა ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე ხელისუფლებას უნდა დაეხმაროს უფრო მეტად და არა სამოქალაქო საზოგადოებას და ჩემი აზრით თავარი დასუსტება იყო ის, რომ თუ მანამდე სამოქალაქო საზოგადოებას ჰქონდა ერთგვარი მონოპოლია, რომ დასავლური ღირებულებების თუ თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიული ღირებულებების ძირითადი ასე ვთქვათ წარმომადგენლები და დამცველები ვართ ჩვენ, ასეთი ერთგვარი მორალური მონოპოლია სამოქალაქო საზოგადოებამ დაკარგა, იმიტომ რომ ხელისუფლებასაც იგივე პრეტენზია აქვს. ერთი რასაც ყველა აღიარებს, სახელმწიფოს ეფექტურობა, სახელმწიფოს უფლებების ეფექტურობა აშკარად გაიზარდა. ანუ კვალიფიკაციაც გაიზარდა, თუ შევარდნაძის დროს თქვა პოლიციელი მეუნოვე დაგიჭერდი, მივცემდი მცირე ქრთამს და არ მიჭერდა, თუნდაც დანაშაული ყოფილიყავი. ახლა დანაშაულიც რო არ ვიყო, თუ სახელმწიფო მეტყვის რომ დაგიჭერ, ნამდვილად მიჭერს. ანუ ეფექტურია აშკარად ამ ხრივ სახელმწიფოს სტრუქტურები. და მართვის ხარისხითაც, კვალიფიკაციითაც ის აშკარად უფრო წინ წასულია, ვიდრე თქვა შევარდნაძის დროს იყო.
ჩემი აზრით ყველაზე მთავარი გამოწვევა ეს არის რომ ჯერჯერობით ბევრი ორგანიზაცია არ არის დაფუძნებული იმაზე ცევრობაზე ეს რომ ბევრი ცევრი რომ არ ყავს ამასთან ერთად არის ეს პრობლემები რომ შეზრუდული არიან თავის ფინანსურ და ადამიანურ რესურსებში და ეს მე მგონი აი სტრატეგიულ განვითარებისათვის მთლიანად სექტორისთვის პრობლემატურია თავარი პრობლემა ის არის რომ ამდენი წლის შემდეგ ნაცვლად სამოქალაქო საზოგადოებისა არ მივიღოთ არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც რაღაცა ჩაკეტილი კასტური ორგანიზაციები, რომლებიც აბსოლუტურად გაუგებარ ენაზე საუბრობენ და რომლებთა საქმიანობის შესახებ ბევრმა არაფერი იცის. აი, ამას წინათ წავაწყდი ასეთ ფრაზას. ადვოკატირების პროცესში შეტყობინებების შემუშავება და მიწოდება. აი, რა არის ეს? ვინ გაიგებს ამას? ამას ჩვეულებრივი ადამიანი ვერ გაიგებს. სამოქალაქო საზოგადოებამ დაუშვა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა თავის არსებობის გამთევს მანძილზე. არ მოხდა გამასიურება, თქვათ, ამ მოძრაობისა, ქართული სამოქალაქო საზოგადოება არ იყო რაღაც მასობრივი ორგანიზაციები, ეს იყო რაღაც NGO-შნიკთა ჯგუფები, რომლებიც გრანტებზე ფიქრობდნენ და ხშირად მათი საქმიანობა დამოკიდებული იყო დონორთა პოლიტიკაზე. მაგალითად, თუ რომელიმე დონორი აცხადებდა მერცხლების ბუდის გადასარჩენად მსოფლიო კამპანიაში რაღაც გრანტის გაცემას, უცებ აღმოჩნდებოდა, რომ თუნდაც ყველას ყოლებია მერცხლების ბუდეები და ჩვენ რაღაც პეტიციებს ვაგროვებთ, რომ მერცხლების ბუდეები დავიცვათ და არ ვაქცევით ყურადღებას, ან მათი დიდი ნაწილი ყოველ შემთხვევაში არასამთავრობოების არ აქცევდა ყურადღებას, თქვათ იმ სოციალურ პრობლემებს, ან პოლიტიკურ პრობლემებს, რომლებიც არსებობდა ქვეყანაში. იმის გამო რომ ძალიან ცოტა იციან არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რა თქმა უნდა, მათ და მი მხარდაჭერაც არის ნაკლები, რაც ძალიან ასუსტებს არასამთავრობო სექტორს, როცა ის თქვა ოპონირებას უწევს ხელისუფლებას, ან ცდილობს ხელისუფლება დაარწმუნოს, რომ რაღაცა პრობლემები გადასაჭრელი არის, ისე როგორც თვითონ ხედავენ ამ გადაჭრის გზას. პრობლემა მე მგონი რომ უფრო ხედავენ ერთმანეთში აი როგორც კონკურენტებს დონორების გრანტებისთვის. არ არის ფორმირებული აი პოლიტიკური დისკუსიაში ან პოლიტიკური პლატფორმებზე. ეს რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია უფრო ცალ-ცალკ მოქმედებს, ვიდრე ხედავენ აი გარემოდაცვაში ან სხვა სფეროებში რა გვაქვს საერთო და რა შეგვიძლიათ რომ მოვახერხოთ საერთოდ. ეს რომ ეს რაცა აჯენდების გარშემო ან პლატფორმის გარშემო თანამშრომლობა კიდევ ცოტა უცხოხილი არის ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციისათვის. უმნიშვნელოვანესი გამოწვევა დღეს ეს არის საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტურობა. ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი პროცესი და გამოწვევა. ეს გამოწვევა მთლიანად მსოფლიო მასშტაბით არის დაფიქსირებული და არის დაფიქსირებული თვითონ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ და შესაბამისად ეს ორგანიზაციები ცდილობენ რომ ამ გამოწვევას პასუხი გასცენ. 2010 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ეფექტურობის ღია ფორუმის საერთაშორისო ასამბლეამ დაამტკიცა საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ეფექტურობის 8 ძირითადი პრინციპი, რომლებსაც სტამბოლის პრინციპები ეწოდა. პირველი, ადამიანის უფლებების და სოციალური სამართლიანობის აღიარება და მათი დაცვის ხელშეწყობა. მეორე, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა. მესამე, ფოკუსი ადამიანების შესაძლებლობების გაფართოებაზე და დემოკრატიულ პროცესებში მათი ჩართულობის გაზრდა. მეოთხე, მდგრადი გარემოს ხელშეწყობა. მეხუთე, გამჭვირვალობა და ანგარიშ ვალდებულება. მეექვსე, თანასწორი პარტნიორობა და სოლიდარულობა. მეშვიდე, ცოდნის აკუმულირება და გაზიარება. მერვე, მდგრადი პოზიტიური ცვლილებების მიღწევაზე ორიენტაცია. პირველ რიგში ჩემის აზრით ეს არის საბოლოო შედეგებზე ორიენტაცია. ანუ საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რა უნდათ, რისი მიღწევა უნდათ და როდესაც ისინი საქმიანობას ასრულებენ, უნდა გაზომონ და შეხედონ, რამდენად იქნა მიღწეული საბოლოო შედეგი. და საბოლოო შედეგი პრინციპში ყველა ამ ორგანიზაციისთვის და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოებისთვის არის ის, რომ ადამიანები კარგად ცხოვრობენ. პრინციპში
მთავარი გამოწვევა ის არის, რომ NGO-ებმა, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა დაემკვიდრონ საზოგადოებაში თავისი ადგილი. და სულ არ არის საჭირო, რომ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვან და დიდ პრობლემას შეეჭიდო, რომელიც ან გამოვა, ან არა, რომელსაც ან გადაწყვეტა, ან არ გადაწყვეტა. გაცილებით უფრო ხალხს აინტერესებს ძალიან კონკრეტული პრობლემები. არავის არ აინტერესებს დემოკრატიზაცია საქართველოში ზოგადად. ხალხს აინტერესებს ჯანდაცვის ამბები, უმუშევრობა, არ ვიცი მე, სოციალური პრობლემები, უამრავი სხვა, მაგრამ კონკრეტული პრობლემები. და ერთ-ერთი გამოსავალი და გზა, როგორც მე წარმოვიდგენია, არის უფრო კონკრეტულ პრობლემებზე მუშაობა. ან არასამთავრობო სექტორმა უფრო მეტად უნდა იმუშაოს იმ პრობლემებზე, რაც ხალხს პირველ რიგში აინტერესებს, უმუშევრობა, ჯანდაცვა, ესე შემდეგ. ან უკეთესად უნდა დაარწმუნოს ხალხი, რომ მედიაზე, არჩევნებზე მუშაობა ასევე მნიშვნელოვანია და ესეც რომ კავშირშია, თქვა იგივე უკეთეს ჯანდაცვასთან, ან უკეთეს განათლების სისტემასთან. თვითონ ფუნქცია სამოქალაქო აი იმისი, ანუ თუ ლაპარაკობთ უკვე იმაზე არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ეს არის სტაბილურობის შენარჩუნების ფუნქცია და საზოგადოების განვითარების ფუნქცია. ბევრნაირი ვერსია არსებობს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ანუ ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან მოხერხებულია იმისათვის, რომ სახელმწიფო თავის ფუნქციების დელეგირება მოახდინოს, ანუ უბრალოდ მას ფუნქციონირება დაუჯეს იაფი. თავარი მე მგონი არასამთავრობო სექტორისთვის არის ის, რომ გახდეს უფრო თვითკრიტიკული. და იფიქროს იმაზე, ესეთ გარემოში როგორ გავძლიერდე. ანუ მუდმივად დამნაშავე არ ეძებოს გარეთ. დღეს ხელისუფლება ხშირად ამბობს არასამთავრობო სექტორის კრიტიკისას, ვის წარმოადგენთ თქვენ, რატო უნდა მოგისმინოთ თქვენ და რატო არ მოусმინო ჩემს მინისტრებს, ან თქვა ჩემი მინისტრების მოადგილეებს, რომლებსაც ასევე კარგი განათლება აქვთ მიღებული და ჩემი აზრით კომპეტენტურ რაღაცა რეკომენდაციებს მაძლევენ. და აი ამ არგუმენტის ძალიან ადვილად თქვა, ერთადერთი გზა რო ეს არგუმენტი დაამარცხო არის ის, რომ მართლა წარმოადგენდე ხალხს. სამი ძირითადი ფაქტორია, რომელიც განაპირობებს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ან განუვითარებლობას. ერთი არის რამდენად თავისუფალია რეჟიმი, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, ხომ არ არის ასე ვთქვათ რეპრესიული რეჟიმი. მეორეა საერთაშორისო დახმარება, რომელიც ბოლო ხანებში ისევ იზრდება. მესამე მხრივ და გადამწყვეტი არის, რა თქმა უნდა, თვითონ საზოგადოების აქტიურობა, საზოგადოებაში ის უბრალოდ უფრო მეტი ადამიანი შეეჩიოს იმას, რომ შეუძლია მას რაღაც საკუთარი ინიციატივა გამოავლინოს კონკრეტულ საკითხზე, თანმიმდევრულად მისდიოს ამ საკითხს და რაღაცას მიაღწიოს. მთლიანად საზოგადოება შეიძლება კიდევ ცოტა შეზრუდულები არიან და სასურველი არის უფრო მეტი რომ იყოს და შეიძლება რომ ეს ცოტა მენტალიტეტის პრობლემა, მაგრამ შეიძლება თქვენ ჩემზე უკეთესად იცით, მათო აი ხომ თუ taxit გავდივარ, რაცა taxistმა მითხრა რომ აი ქვეყანა პატრონი არ აღავსო ან რაცა აი მე მგონი ამაში მენტალიტეტის წლის პრობლემა არის ეს რომ ყველა საზოგადოების წევრი იმოქმედოს როგორც მოქალაქე და არ ეძებს პატრონს. დონორს არ შეუძლია იმოქმედოს საზოგადოების ნაცვლად. მოხდით? დონორს შეუძლია რაღაცა კონცეფცია აჩვენოს ხალხს, აჩვენოს როგორ შეიძლება მაგალითად ინტერესების დაცვა. დონორს შეუძლია ჩამოიყვანოს ის ადამიანები, ვინც ჩვენზე ცოტა უფრო წინ არიან წასულები, ვისაც ეს ყველაფერი გამოვლილი აქვთ. დონორს შეუძლია რომ გაგვიზიაროს ამ ადამიანების გამოცდილება, როგორ ხდება ეს ყველაფერი. მაგრამ დონორი ჩვენს მაგალითად საქმეს ვერ გააკეთებს. ქართული სამოქალაქო საზოგადოების და მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთ-ერთი მთავარი, ჩემის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა დღევანდელი დღისთვის არის ის, რომ ჩვენ დავარწმუნოთ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე, რომ ეს ქვეყანა მათია. რომ არავინ არ მოვა და ასე ვთქვათ, ხუნჩით არ მოგვიტანს სიკეთეს. ეს ქვეყანა ჩვენია. ეს ქვეყანა ჩვენ უნდა მართოთ და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აი ეს
სამოქალაქო პასუხისმგებლობა დამკვიდრდეს ქვეყანაში. თვითონ ადამიანს კონდეს იმის განცდა, რომ ეს ჩემი ქვეყანაა, მე მაქვს ჩემი სამოქალაქო ვალდებულებები, მე მაქვს ჩემი სამოქალაქო უფლებები და ცხოვრებაში მოახდინოს ამ უფლებების და ამ პასუხისმგებლობების რეალიზაცია.